გამარჯობათ მეგობრებო. ყველას გილოცავთ დამდეგ მომავალ აღდგომას. ყველა ქრისტიანისთვის ისეთი სერიოზული და ამაღელვებელი მომენტია. ამაზე ჩვენ მე ვაღვნიშნავთ აუცილებლად აღვნიშნავთ ამ თემას ქრისტეს აღდგომას. ფაქტურად ჩვენი ცხოვრების ყველაზე მაგარი კი არა, თავარი მოვლენა, რომის გარეშე ჩვენ შორს ვერ წავარდა, შორს ვერ წავარდა, ვერც წავარ. კაი, მაგრამ მაგამდე კიდე 5-6 დღე გვაქვს და დღეს გვაქვს სამშაბათია, პოლიტიკური დღე არის, პოლიტიკური განხილვის დღე. ძალიან ბევრ ჩვენ მაყურებელს არ უყვარს, როდესაც ჩვენ პოლიტიკაზე საუბრობთ, მაგრამ მაგის გარეშეც არ გამოვა. უმეტესობას ურჩევნია წვრიმანები, ეს მიმდინარე პროცესები, ძღოლური ამბები, მაგრამ ჩვენი არხი ფაქტურად ყველაფერზე საუბრობს და უფრო სწორედ ჩემ ფიქრებს და აზრებს, რომელიც ჩემი სახით ადამიანებს მოვდით, მისდით, აქედან გამომდინარე უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე. ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად ობიექტურად ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, ვის მხარეს ვარ, როგორ მხარეს ვარ, რას ვეთანხმები, მაგრამ ჩვენ ამას გვერძევდებთ. ჩემი თავარი ძირითადი საფუძველი მიმართულების, ასე ვთქვათ, თქვენ კარგად იცით, ეს არის აზროვნების ცნობიერება, არის წმინდა წერილის საფუძვლები, მაგრამ რას იცავ, ცხოვრება მიდის, ჩვენ ამ ცხოვრების ნაწილი ვართ, ამ სამყაროს ნაწილი ვართ და გინდა არ გვინდა ვაკვირდებით და ჩვენი დასკვნები გამოგვახ. ჩემი ინფორმაციები ეს პოლიტიკური, როგორ ვახერხებ ხოლმე, ესე იგი ფაქტიურად საიდან მომაქვს ეს წყაროები. მაგის საშუალება მაქვს მთელი დღე აგერ მანქანაში ვზივარ, უსმენ CNN-ს, Fox, უსმენ ებრაულ გამოცემებს, უსმენ რუსულს, ქართულს და რაღაცა გარკვეული ინფორმაციების მიღების შემდეგ ვაგროვებ ამ ინფორმაციებს და ჩემი უნდა დასკვნა გამომაქვს, მაგრამ ამ პროცესს მეც გიზიარებთ და ვცდილობ რაც შეიძლება ობიექტური ვიყო ორგვარი მიკერძოების და ორგვარი, ასე ვთქვათ, ჩემია იმის ხარისახარ, ამის ხარისახარ და ასე შემდეგ. ეხლა ჩემ მანქანას გადმოტვირთავენ, ამ მომენტსაც ვისარგებლებ და პარემ ბიული არქიტექტით ცოტა პროექტიან ფეხსაც გავშლი. გულახდილად გითხრათ მეგობრებო, ისეთი ინფორმაციები მოგდის, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ცოტა არ იყოს დავიძაბე, იმიტომ რომ იმდენად არაადეკვატური და იმდენად ყალბი ჩვენ გახსოვთ განვიხილეთ 2 დღის წინ თამაში ჭვავის ყანაში და იქ საუბრობდით სიყალბეზე, ფარისევლობაზე და 1000 ისეთ გაურკვეველ სიტუაციებში ის ლიტერატურული გმირი, ლიტერატურულ წიგნში ჩვენ განვიხილეთ, მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრებაშიც, ამ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ძალიან გავრცელებულია და დავიწყოთ ვიწყებთ თავისთავად ამ ამერიკა-ისრაელის, ირანის ომის შესახებ და ცოტა დავიძაბე, მე არაერთხელ მithქვავს, რომ აი ესეთი ლამაზი შვენიერი ქვეყანა ამერიკა, აი რას მაგონებს, იცი, ისეთ დღეში ჩავარდა. ალბათ ისტორიაში ეს მოყვანილია, ეს ბევრი მაგალითები. ძალიან უხელხმდგომაშია ჩავარდნილი ამერიკა. ეხლა რატო და რისთვის არ ვიცი, მაგრამ მოდი მე ჯერ თავიდან ვიტყვი, რას გულისხმობ. აი ბიბლიაშიც არის ასეთი მონაცემები მეთქი. ამბავი სოლომონი ხო ბძენია, დღემდე მისი იგავები, სწავლებები დღემდე ძალიან სამაგალითოა, მაგრამ მოდი შეგახსენებთ, გახსოვთ სოლომონს რო გამოიცხადა უფალი, სოლომონმა თხოვა ისრაელის მეფე იყო. მომეცი იმ დღე ისი რა გინდაო, რა მოგცეო, უფალმა უთხრა და არაფერი, უბრალოდ სიბრძნე მომეციო, სიბრძნეო
რომ მართო ქვეყანაო და უფალმა შეასრულა ეს სურვილი და მოგეხსენებათ სოლომონი ძალიან მაგრა მართავდა ქვეყანას, მაგრა მართავდა იდეალურად იყო, მაგრამ სამწუხაროდ გავიდა ესეთი დრო, რომ სოლომონმა დაივიწყა ვისგან და რისგან არის ეს ყველაფერი, საიდან მოდიოდა და თავის თავი მიაჩნდა ყველაზე მაგრად. და ამ მაგრობაში და ამ სიამაყემ და ამ ასე თქვათ პატიმოყარეობამ იქამდე მიიყვანა ისრაელი, რომ განადგურდა და თვითონ სოლომონი ისე დაძაბუნდა, რომ ძაღლივით დაჩოქილი დადიოდა და იყეფებოდა. და აი ესე ტრაგიკულად დაამთავრა ამ უძლიერესმა და სიბზნით სავსე მეფემ თავისი ცხოვრება. წარმოიდგინეთ, ძენი ხარ, წარმატებული ხარ, ყველაფერი კარგად, მაგრამ მე ბოლოს სიცოცხლეს ამთავრებ ძალიან სამარცხვინოდ და ფაქტურად განადგურებულმა. ეხლა ხმამოვესო ხوار დაამთავრეს ეს გადმოტირთვა. სულ გადარბენებზე რო ვარ. არა, კიდევ გვაქვს 5-10 წუთი გვაქვს. ხო და რას ვამბობდი? აი სოლომონმა დაამთავრა და ბიბლიაში ბევრი მაგალითები გვაქვს ასეთი. ასე დაემართა რომის იმპერიას, ასე დაემართა ურარტუს. რა ვიცი, ხა ძალიან ბევრი ქვეყნებია, გინდა ბიბლიიდან, გინდა ისტორიიდან, რომ აი პატიმოყარეობა, სიამაყე, რომელიც გადადის უკვე სისულელეში და სისულელე მე ბევრ ცუდ შეცდომას გადენინებს, რომელიც ცოდვაზე დამყარებულ ცოდვა არ მიაჩნიათ უკვე სერიოზულ რამეთ და ეს მართველების არასწორი და ცოდული უნებიდან გამომდინარე ის ქვეყნები იღუპებიან. ეხლა რატო წამოვიწყე ამდენი ასეთი საუბარი მე? აი, ამერიკა, ხო? ეს იდეალიზებული სუპერ სახელმწიფო. რამდენი ახლა 200 წელია ამერიკა არსებობს და ბოლო 100 წელი სუპერ სახელმწიფოდ ითვლება და იდეაში ამერიკის მომრევი, ამერიკის იდეალიზირებული დემოკრატიის ამბავში, ცხოვრების დონის ამბავში, ბედნიერების ამბავში, სულ მინიმუმ ამერიკა 80 წელი მაინც ასე ითვლებოდა და ხედავთ, რომ დღევანდელ სიტუაციას რო შევხედოთ სამწუხაროდ და ჩვენ ვართ ამის მოწმეები, პირადად მე და ალბათ თქვენც, ჩემი ვიდეოებიდან და ჩემი აზრებიდან გამომდინარე, ხედავთ, რომ ეს ქვეყანა ისე არ აკეთებს, რასაც ქვია იდეალური და როგორც სუპერ სახელმწიფო და როგორც კარგი სახელმწიფო აშკარად ეთყობა, რომ ქვეყანა აღმართისკენ მიექანება. ქვეყნის სიძლიერე რითი გამოიხატება ზოგადად, სადაც მოსახლეობა მშვიდად არის, წყნარად არის, სტაბილური შემოსავალი აქვს და მომავალზე ძალიან იმედიანად იყურება. ამერიკამ ეს ასე თუ ისე მიაღწია, მან ბევრი ვარიანტებია, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ასე თუ ისე წარმატებულ ქვეყანად ითვლებოდა. ეხლა მან ბევრი ვერსიებია, რომ თქვა, რომ აი ამერიკას ბაზები რო არ ქონდეს მსოფლიოში გაფანტური თავისი გავლენები რო არ ქონოდა, ამხელა წარმატებას ვერ მიაღწევდა. თუმცა ისტორიაში რო ჩავიხედოთ, ეხლა მოგეხსენებათ ამერიკის კონტინენტი, ასე თქვა, ძირითად ცივილიზაციას ევროპას 10,000-13,000 კილომეტრი დაშორებულია, ხო? ოკეანე უნდა გადასულიყავი და თავისთვის ვითარდებოდა 19-18 საუკუნეში ეს ეკონომიკას წევდნენ, მაგრამ უკვე პირველი მსოფლიო ომი მაგ პერიოდებში 1910 წელს 15 წლებში უკვე ამერიკამ დაიწყო გარე პოლიტიკაზე ზრუნვა. რამ გამოიწვია, რატო მოხდა ესეც უკვე თავისებური მეცნიერება. ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე არა მარტო შიდა პოლიტიკას დაიწყო ზრუნვა, არამედ დაიწყო უკვე მთელ მსოფლიოში
ასე ვთქვათ, ზრუნვა, ზოგჯერ დამამცირებლად იძახიან, რომ ამერიკა გახდა მსოფლიო პოლიციელი, კარგი პოლიციელი და დემოკრატიის სახელით სამხედრო ნაწილებს, სამხედრო ბაზებს უკვე ფაქტობრივად მთელ მასშტაბით გადანაწილებული ქონდა მთელი დედამიწის სხვადასხვა ადგილებში. როგორც ვიცი, თონი 1000-მდე სამხედრო ბაზა, სამხედრო ნაწილია მთელ მსოფლიოში განლაგებული. აქედან გამომდინარე ეს მოქმედება თავისთავად ეკონომიკურ წინსვლაზე, იქ ნავთობის ამოღება, გაზის, 1000 წიაღისეული ნედლეულის კონტროლი და მთელი მეცნიერება, ასე ვთქვათ, ეს გეოპოლიტიკა. მაგრამ გადის დრო, გახსოვთ, ორი პოლუსი იყო, აქეთ ამერიკა დასავლეთი თავის ევროპიანად, აქეთკენ საბჭოთა კავშირი თავისი კომუნისტური იდეოლოგიით, საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეს კომუნისტური იდეოლოგია დაინგრა და ფაქტობრივად მთელ დედამიწაზე ერთი პოლუსი დარჩა, ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ გადის დრო, სხვა ქვეყნებიც ვითარდება, გულისხმობ ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, არაბული ქვეყნები. როგორ ანაერად ამაზე ჩვენ ბევრი შეიძლება ამაზე ილაპარაკო. ეხლა მე რო დავიწყო ეხლა ამ ეკონომიკურ პრობლემებზე ლაპარაკი და პროცესებზე, შეგვიძლია ლაპარაკი, მაგრამ მე ვამბობ ზედაპირულად რაც ხდება. გაძლიერდა ჩინეთი, პაკისტანი, არაბული ქვეყნები, ევროპას გაუჭირდა, უკვე ევროპაში ამდენი ქვეყანაა ხო, ამის გამო ცალ-ცალკე ბრძოლა არ შეეძლოთ გაერთიანდნენ როგორც ევროკავშირი. ხშირად არის ხოლმე რომ ევროკავშირი რატომაც თავიდან მოგეხსენებათ როგორ იყო ევროკავშირი რატო შეიქმნა, რომ გაერთიანებულიყვნენ და თქვათ ამერიკის ეს როდის მოტყუყი საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, ამერიკა რო დარჩა, ასე ვთქვათ, ლიდერი მსოფლიოში, მის საპირისპიროდ შეიქმნეს ევროკავშირი. სულთა ეკონომიური ღირებულებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ეკონომიური გადავიდა იდეოლოგიაში, უფრო რაც ჰუმანიზმისა და ჰუმანიზმიდან გამომდინარე, ამ ჰუმანისტურმა იდეებმა და იდეოლოგიამ სამწუხაროდ ევროპაც უკვე მიიყვანა იქამდე, რომ ეკონომიურად პრობლემები შეექმნა და დღემდე მიდის ეს. ეხლა ბევრი ალბათ დამიწყებს, აქაც ევროკავშირი და ევროპა, სამწუხაროდ ბევრ ადამიანს ევროპა და ევროკავშირი ერთი გონია. მე არა მაქვს ლაპარაკი ევროპულ ღირებულებებზე, მაგრამ უკვე ადამიანის ჰუმანური ცნობებიდან გამომდინარე, ეს ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ვითომ ეს ჰუმანიზმი გადავიდა უკვე ბევრ იდეოლოგიურ დაპირისპირებაში, მე რასაც გულისხმობ რელიგიურ დაპირისპირებაში და ეს გადავიდა აიხლარდა ეკონომიკაში და გეოპოლიტიკურ პროცესებში. ეხლა რატო წამოვიწყე ამ ტიპის საუბარი, ეხლა ზოგი მეტყვის რადგინდა ამდენი შესავალი მიდი პირდაპირ საქმეზე გადადიო, მაგრამ მე უბრალოდ წინა შესავალი მოვიყვანე ამ სიტუაციაში, იმიტომ ისია ჩახლართული მთელ მსოფლიოში დედამიწაზე, რომ ყველა ჯაჭვით არის გადამული ერთმანეთში და უბრალოდ ადამიანები ვერ ერკვევიან ნამდვილ მიზეზებს და მეც შემებურად პატარა ესეთი შესავალი გავაკეთე. ჩვენ როგორ ვამბობთ, გამგები გაიგებს, არ გამგები არ გაიგებს. მაგრამ გავაგრძელოთ. მოვედით ამ სიტუაციამდე, რასაც ქვია დღევანდელი დღე და სამწუხაროდ სიტუაცია, რომელიც მართლა საგანგაშოა. ეხლა დღესაც ზოგიერთი ადამიანი ამართლებს, ჩვენ გახსოვთ წინა ვიდეოებში რო ვიძახდი, რომ ძალით საქმე არ კეთდება, სარწმუნოებული ხედვიდან გამომდინარე, ყოველგვარი ომი, ყოველგვარი ძალადობა ეს მიუღებელია, ყოველი ძალადობა და ყოველი ვინც პირველი იწყებს ძალადობას, ის გამარჯვებული არ იქნება. აი ჩემი წინა ვიდეოებიდან თუ გახსოვთ, ჩვენ ამაზე საუბრობთ და ფაქტობრივად ჩემი აზრით მგონი მართლდება. მე რა შუაში ვარ, ამას წმინდა წერილი გვასწავლის, ამას ვერი გამოცდილება გვასწავლის, უბრალოდ ჩვენ თავარია დავაანალიზოთ სწორად და
მართებულად და მე უკვე მიხვდებით რა ხდება და როგორ ხდება. ჩემი ვიდეოს დასაწყისში ჩვენ ვისაუბროთ სოლომონზე და აი ფაქტურად ამერიკაც აი ამ დონემდე მივიდა და მან გადაწყვიტა რომ ყველაზე ძლიერია, ყველაზე სამართლიანია და უნდა მართოს სოფლიოში თავისი იდეები, მაგრამ ამ იდეებიდან ხო იცით გამომდინარე რომ ეკონომიკა, ნავთობი, გაზი, ეს ყველაფერი ეკონომიკასთან არის დაკავშირებული, რომელიც უკავშირებენ დემოკრატიას და მოგეხსენებათ ახლა მე ჩემი ცხოვრები ცხოვრობ, მე ჩემი ამბები მაქვს, მე ჩემი წესები მაქვს, ტრადიციები მაქვს, მაგრამ მე არა მაქვს უფლება ჩემ მეზობელი თუ სხვანაირად ცხოვრობს, სხვა იდეები აქვს, სხვა ღირებულებები აქვს, ჩემი იდეები მას მოახვიო. შეიძლება მეზობლის წესები, ტრადიციები და ცხოვრების წესი შენ არ მოგწონდეს, მაგრამ შეიძლება ერთხელ უთხრა, ორჯერ უთხრა, მაგრამ გვერდზე გამოდი. ყოველ შემთხვევაში შეიძლება არ მოგწონდეს და ვერ იტანდე, მაგრამ ომისკენ რომ მიყავს საქმე და იმას ართვლი რას მოყვება ყოველ შენს აქციას, ეს უკვე სისულელეში გადადის და აი სამწუხაროდ აი ესეთი მშვენიერი ქვეყანა ამერიკა. მე იმედი მაქვს რომ ამერიკა ასეთ ჭაობში არ ჩავარდება გამოვა მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ამერიკა არ ნიშნავს მარტო როგორი პრეზიდენტი ყავს და ვინ აყავს, სამწუხაროდ ხდება ისტორიაში ასე რომ ქვეყანა მშვენიერია, მაგრამ მოდის ისეთი ხელმძღვანელი და ისეთი მთავრობა, რომ არ ითვალისწინებს ქვეყნის ძირითად ინტერესებს, არ ითვალისწინებს მის ღირებულებებს და გონია რომ ის არის მაგარი, ის არის ჭკვიანი და უშვებს ძალიან დიდ შეცდომებს. და აი ახლაც იგივეა ამ ამერიკის პრეზიდენტმა, რომელიც იძახდა რომ მე ნობელის პრემია უნდა მივიღო მშვიდობის და პროგრესის გულისთვის. გადის დრო და აი პარადოქსები, ისტორიის პარადოქსები ფაქტურად მაგარ ჩიხშია შესული დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე. იმდენად ჩიხშია შესული, რომ გვახსენდება აი ეს რა ქვია, ნერონი და ზოგი, აი ნერონი ყველაზე ესეთი მაგალითია, ისა რომის იმპერატორი თავისი დიადისა და თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად და მახსოვრობაში დარჩეს. გახსოვთ ხო ეს ისტორია როგორ იყო? ისტორიაში რომ დავჩვევა და რომი გადაწვა და ნერონი დარჩა ისტორიაში, მაგრამ ვაი მაგ ისტორიას. მაგრამ ფაქტია რომ თავის საქმე გააკეთა. ეხლა ნერონი ვახსენე და აი ვინც უყურეს პოლიტიკურ მდგომარეობებს, შეხედეთ აი ტრამპის აქციელებში, იმდენად ნარციზული ტიპია. რა ვიცი, აი არანაირ ლოგიკურას არ ექვემდებარება. ერთადერთი მისი გონება არის, რომ ამერიკა არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე ბრძენი და ამერიკა რასაც წვიტავს, ისე უნდა იყოს თემ სოფლიოში. და აქ უკვე ჩანს ის ნერონიზმი და სოლომონის სინდრომი. არ მინდა ეხლა სოლომონი ისეთი მეფე იყო, რომ მაინც სიბრძნეები დატოვა, მაგრამ საბოლოოდ დაამთავრა ძალიან ცუდად და ფაქტურად აი ეს მოვლენებია აქაც. და გულახდილად გითხრათ, უნდა დამეწყო ლაპარაკი. ფაქტობრივად დამეწყო რა, ისედაც ვიტყოდი ეხლა ტრამპის აქციელი დილით ერთს ამბობს, შუადღეს მეორეს, საღამოს მესამეს, კაციშვილი ვერ გებულობს რა უნდა, ყველაფერში ერევა, საშინელება ის არის, რომ არავის არ უჯერებს, სანამ ომს დაიწყება ირანში და ეხლაც წარმოიდგინეთ სამხედრო ჯერ შეცვალა თავდაცვის სამინისტრო, შეცვალა ომის სამინისტროთ. აი რას ნიშნავს თავდაცვა ომის სამინისტროს, ესე იგი რაღაცა გინდა არიო, დარიო, არანაირ იმაში არ ჯდება, კაი, თავდაცვის მინისტრი ყავს. უბრალოდ ომის მინისტრი, რომელიც ლაპარაკობს ქრისტიანული ღირებულებებით და ყველაფერს იმუქრება, რაღაცა არმაგედონის წინასწარ მეტყველად წინასაფეხურის გამხორციელებლად მიაჩნია თავიანთი თავი
და უსმენ და ფიქრობ რა აბრაკადაბრარებს ლაპარაკობენ, რას ლაპარაკობენ. ვიღაც გლები მოყავთ თეთ სახში რაღაც რელიგიურ ცერემონიებს აკეთებენ. აი, ავიც აი მე ამას მეგობრებო, მე კი არ ვიგონებ, უბრალოდ შედით CNN-ის და Fox-ის და ამერიკულ საინფორმაციო ტელევიზიებში და უყურე და ფიქრობ, ვერ არიან ესენი, ხო? ეხლა სად ქრისტიანობა, სად რელიგია და სად ომის სამინისტრო, ხო? უკვე თავიდანვე წინააღმდეგობაში არიან. კაი, მაგრამ კაი თქვათ ეს თქვათ თვალი დახუჭე და ამ დროს უკვე ხედავ რეალობაში, რომ თვითონ სამხედროები, გენერლები, სპეციალისტები, ჯარის ხელმძღვანელები ეწინააღმდეგებიან ამ ომის მინისტრს და ტრამპი უკვე რაღაცა თითქოს ცალკეა. წარმოიდგინეთ 25 თანამდებობის პირი სამხედრო უწყებაში გადადგა. აი, ციფრს დაუკვირდით, მეგობრებო, ხელმძღვანელები, ეს ხო არ არიან თქვა ჯარისკაცი და ეს არის ხელმძღვანელები, რომელიც იციან სტრატეგია, დაცვა, მთელ და ყველა ეწინააღმდეგე ხა ასე პიტაპირ გამოსულა, მაგრამ გადადგომა მაგას ნიშნავს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეწყო ომი, უნდა მოლაპარაკების საშუალებით გაკეთებული ეს ყველაფერი, მაგრამ რა უყოთ იმ ნარციზმს და რა უყოთ იმ გზნობას, რომ შენ ყველაზე ძლიერი ხარ, ყველაზე მაგარი ხარ და შენ გაიტან იმას, რაც შენ გინდა. რაღაც სიგიჟის ელემენტები, ხო, მეგობრებო, ხა ზოგი დამიწყებს ახლა კამაც, მაგრამ ფაქტია და ფაქტი ყველაზე ნაღდი, ყველაზე მართებული. ახლა ჩაწერას ვაპირებდი ჩემ ვიდეო რგოლს და რაღაც სულ 10-15 წუთის წინ უკვე საინფორმაციო წყაროებმა გამოაცხადეს, რომ ტრამპი გოსპიტალში გადაიყვანეს. და აი დაფიქრდით რა, უბრალოდ მოусმინეთ ტრამპის ბოლო გამოსვლებს. ის არა მარტო აზრს იცვლის, არა მარტო რაღაც გასაგებია ხა ყველას აქვს თავის მიმართულება, უკვე ბირთს იტყვავს, იგინება, იფურთხება, შეურაცხყოფას აყენებს. ევროპული ქვეყნები ხო ფეხქვეშ გამოიგდო, გერმანია, ესპანეთი, ეხა არაბულ ქვეყნებსაც მიადგა. ალახ ახბარს გაიძახის. ირანის განადგურებას ანადგურებს, რომ ქვის ხანაში გადაგიყვანთო, იმას გავანადგურებ, ამას გავანადგურებ და უსმენ ამას და ფიქრობ, რა ხდება, ნუ თუ ეს არის ასეთი მშვენიერი ქვეყნის პრეზიდენტი და უცბად გახსენდება ეს ყველა ის მომენტები, რაც რითაც დავიწყე ჩვენი ვიდეო, ბიბლიური ამბები და უბრალოდ არა ბიბლიური, არამედ უბრალოდ ჩავიხედო ჩვენ ისტორიულ ასე ვთქვათ მეხსიერებაში, ცნობიერებაში ნერონი, კალიგულა და ამის და მაგვარი ტიპები გახსენდება. კი, გასაგებია, ხა ისტორიაში ჩაიხედავ, ბიბლიაში ჩაიხედავ და ფიქრობ, ნუ აი თქვათ ისტორიული და ეს ბიბლიური ამბები სადღაც შორს არის და თითქოს არ გეხება, მაგრამ თურმე მოდის მომენტი და გეხება კი არა, უკვე შენ ხდები ამ ისტორიული მომენტების ნაწილი. ნუ ამას კიდე იმდენად არ დავიძაბებოდი, შეიძლება ისტორიულად განმეხილა, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ეს ადამიანი უკვე იმუქრება და დღესადღეა ხო ორშაბათი, სხვა სამშაბათს უკვე კიდევ იმუქრება რაღაცეების სასწაულები უნდა გავაკეთო და უკვე სპეციალისტები და ანალიტიკოსები უკვე ლაპარაკობენ ატომური ბომბის გამოყენებაზე. აქ თავისთავად უკვე გესმის, რომ ეს ამხელა საშიშროება, მოგესინებათ ატომური ბომბი არა მარტო ანგრევს და ანადგურებს იმ ტერიტორიებს, არამედ მთელი რადიაციული პროცესებიდან გამომდინარე, მთელ ეკოლოგიურ, ქიმიურ და მთელ პროცესებს იწვევს, რომელიც იქნება კაცობრიობის გამანადგურებელი. და ზოგიერთი ვიძახე, რა ატომური ბომბი მარტო ანგრევს, ეს არაფერია და ასეთ ადამიანებს მე აღარ უსმენ, იმიტომ რომ ელემენტარული ფიზიკაც არ იციან, უბრალოდ არც იციან რა არის ატომური ბომბი და იწყებ უკვე ფიქს, რომ ჩვენი საქართველო სულ რაღაც 150 კილომეტრში ირანია და თეირანამდე 1000, მაგრამ რადიაციისთვის და ამ პროცესებისთვის ეს მანძილი არაფერი არ არის. თავისთავად უკვე იწყებ უკვე ფიქს. ეხლა როგორი მომენტია, ეცეთ ზოგჯერ იწყებ ფიქს, განა შიში. ეს იმას არის, რომ შიში რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ
შიში მე იმიტომ კი არ ვლაპარაკობ ამ თემებზე რომ ვიღაცა დავძაბო და გავაშინო და შევაშინო უბრალოდ არის ადამიანები რომელიც შიშის მომენტი რო იქნება იმას გაურბიან და არ ლაპარაკობენ და არ ფიქრობენ მაგრამ არიან ადამიანები რომელიც შის პიტაპი თვალებში უყურებენ და უკვე იწყებენ ფიქს ეს შის როგორ აუვარონ როგორ გადაჭრა ის საკითხი და მე აი ამ კატეგორიებს ვეკუთვნი შეიძლება ეხლა მე პოლიტიკური რაღაც თანამდებობა და ის არ მიკავია მაგრამ ნუ მორალური სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე მე ვალდებული ვარ და მეც მიმაჩნია რომ თუ ჩემი რაღაცა აი ესეთი ანალიტიკური და ეს ვიდეო რგოლები გამოგვადგება რატომაც არა თუმცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უბრალოდ მე თავს ვიზევ და ვიძახი მე ნერვიულობ მე უკვე ღელავ რომ ასეთი საშიშროების წინ აი ესეთი არაადეკვატური და არა უკვე თამამად შემიძლია თქვა არანორმალური ადამიანების ხელშია კაცობრიობის ბედი მაგრამ მეგობრებო უფალი ჩვენ არ მიგვატოვეს ჩვენ ყოველთვის გვაქვს გამოსავალი უბრალოდ ცოტა ენერგიის დახარჯვა გვინდა და დაფიქრება თუმცა მე დარწმუნებული ვარ მაინც ისე გამოძრება კაცობრიობა და ეს სიტუაცია უფალი არ მიგვატოვებს რა და ამაზე მე კიდევ განვახცევ მე რატო ღელავ იცით კიდევ აი ძალიან მაგრამ ღელავ ნუ ამერიკა გასაგებია თავისი ისტორიით და თავისი სიძლიერით ეს გასაგებია ამ მომენტში მაგრამ უბრალოდ ღელავ ებრაელებზე წინა ვიდეოშიც გითხარით რა ებრაელები ძალიან გამორჩეული ხალხია უბრალოდ ჭკვიანი ხალხი და კი გასაგებია ირანი პრობლემებს უქმნის იმას უქმნის ამას უქმნის მაგრამ აი ამ დონემდე რომ უკვე ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები უკვე ლაპარაკობენ რომ ატომური ბომბი უნდა გამოვიყენოთ თუ დაგჭირდებაო ეს უკვე მეც უკვე აი მანდ უკვე ვეღარ ვждები რა სჭირთ ამ ებრაელ ხალხს მე წეგანაც გითხარით რომ ებრაელ ტელევიზიასაც უსმენ რადიოსაც უსმენ და მოსახლეობა უჭერს ხარს და უკვე მესამე კვირაა ლაპარაკობენ რომ არ არის გამორიცხული ატომური შეიარაღება გამოიყენონ და აი აქ მეც უკვე ვიჭედები იმიტომ რომ ებრაელი ხალხი რა ვიცი ისტორიიდან გამომდინარე ყოველთვის ისეთი დასკვნები გამოქონდა და ისეთი რაციონალური აზროვნება აქვს და ასეთ რაღაცებს რო უსმენ ვერ გავიგე და ისე მახსენდება რომ რა არის ეს სამყარო რომ ადამიანს გონია თავისთავი მაგარი ჭკვიანი მაგრამ რაღაც გადამწყვეტ მომენტებში იმ სოლომონის სიბრძნეს ვერ ამჟღავნებს რაც უნდა გამოამჟღავნოს კიდე ვიცით რა მაღელვებს მეგობრებო ახლა მომენტებში მოლაპარაკებაზეც არ მიდია უკვე 1-2 5-ჯერ ირანი თუ ჯდება მოლაპარაკებაზე ამერიკელები ვითომ იწყებენ და ამ დროს გვერდიდან მაინც ბომბავენ და უკვე აი ყველანაირი საზღვრებს არის გადასული ეს ომი და ფაქტია რომ ქაოსში ხდებით და ქაოსში ტრიალებთ რა და თეორიის სწავლებიდან რა ვიცით რომ ქაოსი და არეულობა ვის აწყობს სატანას და უფლის მოწინააღმდეგეს დაიძაბები არ დაიძაბები მეგობრებო და მე ისე მეგობრებო მე კი არ გძაბავთ მე უბრალოდ ვამბობ იმას რაც არის მაგრამ მე კარგსაც გეტყვით მე დარწმუნებული ვარ რომ ასეთ ქაოსში და ასეთ აბრაკადაბრა ბარდაკში უფალი არ დაგტოვებს და გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან ჩვენ რა დაგჩენია ვილოცოთ ვიფიქროთ და ღმერთს არ დავშორდეთ ამ ორ მტრიანში ამ საერთაშორისო
პროცესების გავაანალიზეთ ასე რომ თქვა და მოდი ახლა ჩვენ საქართველოსაც დაუბრუნოთ 1-2 სიტყვით ვიტყვით ჩვენ საქართველოსაც შევეხები სამწუხაროდ ჩვენ საქართველოშიც არაორდინარული ადამიანები ყვირიან, ჩხავიან ხედავ რა მდგომარეობა სოფლიოში რა პროცესები მიდის და რო ჩართავ ქართულ ტელევიზორზე ლაპარაკობენ რას დარბიან რას აკეთებენ ერთმანეთს აბრალებენ ერთმანეთს ლანძღავენ გული წყდება რომ ჩვენ პატარა ერს პატარა ტერიტორიაზე ადამიანმა ხონდა იცოდე რას მოყვება როგორ მოყვება მაგრამ ეთყობა რაღაცა ისე იმ ქაოსური პროცესებიდან გამომდინარე ჩვენთანაც ეს მოდის მაგრამ არა მარტო საქართველოში ამ თემს სოფლიოშიც მაგრამ რას ვიძახი იცი აი რა უნდა გავაკეთოთ ისევ და ისევ მე წინა ვიდეოში თქვი რომ ერთმანეთს აბრალებენ ერთმანეთს ისე რაღაცებს აბრალებენ მაგრამ მიიღეთ ეს ცილისწამების კანონი მიიღეთ და უკვე ადამიანი ამ ბრახაბრუხ სიტყვებს და რაღაც სულელური აზრებს აღარ გამოუშვებს რა ოპოზიციას რა უნდა ამ მთავრობას რა უნდა ან რას აკეთებენ რომ ერთადერთი მთავრობა იმას ახრეხებს და მე ამას ხას უსვავ რომ მშვიდობას ინარჩუნებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს რომ მაგი შეინარჩუნოს მაგრამ მართლა ძნელია იცი ისეთი არაორდინარული რაღაცები ხდება საქართველოში რომ აი ხა მეც ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე ხა მეც რომ მთავრობაში ვიყო როგორ უნდა მოვიმოქმედო მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ისე უნდა მოვიმოქმედო რომ თვითონ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობა არ დაზიანდეს და რა თქმა უნდა ყველას მოსდის შეცდომები იქითური აქითური მაგრამ იმდენი უნარი მაინც აქვს ჩვენ მთავრობას რომ რაღაც უბსკოში არ გადაგჩეხოს მაგრამ რა თქმა უნდა ბევრი მინუსებია ძალიან ბევრი მინუსები მაგრამ აი ზოგადად ეს რა ვიცი აი აღარ მინდა რა შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ რაღაც ვერ არიან ჩვენ აი ოპოზიციიდან გამოვიდა რა გინდათ ხალხო რა გინდათ ომის თავი თქვენ არა გაქვთ სიბზნე თქვენ არა გაქვთ რა გინდათ ეთი ამისენით ვერ გავიგე რა მაგრამ უნდა რა ქნას მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი მეგობრებო და ადრეც და არც გამომეორდებით ყველა სიტყვას ყველა გამონათქვამს უნდა კონდეს უნდა მოსთხოვო რაღაცას იტყვის ადამიანი მოსთხოვე პასუხი და არ ჩვენი მთავრობას თხოვს პასუხს არც ესენი ითხოვენ ისეთ საქმეებში ერევიან ისეთ პროცესებში ერევიან ნუ და ამ დროს ხედავ რომ ამ შენ მოქმედებას და შენ რაღაც უაზრო რაღაცებს გადაგჩეხავს და გაგდებს უბსკურში და მე ერთი ვიცი რომ და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს კი რაღაცა ჩვენი ხალხი ითმენს ამ სისულელებს ამ რაღაც უაზრობებს უთმენს მე ბოლოს ყელში ამოვა და ბოლოს დამთავრდება რა ეს ყველაფერი და ეს დამთავრება არ ვიცი რა როგორ გითხრათ ნუ ერთ სიტყვით მე ასე ცუთა პოლიტიკურ ამბავში ისე და ისე გავიძახით მიიღეთ ეს ცილისწამების კანონი მიიღეთ ეს დამამტკიცებელი კანონი შეიძლება მithქვას მო და მგონი ეხლაც მეურდები ყველა სიტყვას უნდა მოეთხოვოს პასუხი რა გინდა შავი გაგებით გინდა პოლიტიკური გაგებით გინდა ადამიანები ბიჭო რაღაცას რო იტყვი დამიდე ფაქტი მაგალითი არგუმენტები გაძახიან ყვირიან ნუ ძალიან ძნელია რა ძნელი არ არის ფაქტურად მაგი არა უბრალოდ მიიღეთ ეს ცილისწამები კანონი რომ დამთავრდეს ეს დომხალი და ეს აბრაკადაბრა ჩვენ ქვეყანაში რა მე ასე მიმაჩნია და მე მიაყოლეთ სამშობლოს ღალატის პუნქტიც ესეც მიაყოლე და დამთავრდება და დანარჩენი რა პროცესები რა საშინელი პროცესები ხდება სოფლიოში და რაღაც სისულელებზე აი გული წყდება ხა მე ამერიკიდან უყურებ ამ პროცესებს აი ვიცი აი მეტი საქმე არა გაქვთ ხალხო უბრალოდ სერიოზულ თემებზე რო ილაპარაკო და რაღაც კარგით მეგობრებო ცოტა ავღირდი ბოლოს ორი შემთხვევაში ეს ჩემი შენიშვნა ოთის მომენტი თუ ავღირდები მითხრათ აკა ოპ გაჩერდი ყველა შენიშვნას და ყველა მითითებას მე გავითვალისწინებ და ისე მეგობრებო ისე უფალი გვიშველის უფლის ცნებები უფლის მოქმედებები უბრალოდ გული მწყდება რომ ისე მეორდები რომ ადამიანები არის ღვთიური ფიქრები და არის ადამიანური ფიქრები უფალი გეუნება წამოვყევი ისე გააკეთე როგორც მე გეუნები ისე გააკეთე როგორც მე ვფიქრობ მაგრამ არა ადამიანები არა
შენ ვინახა მე უფრო კარგად ვიცი მე უფრო კარგად წვიტავ და კარგად რო ვიცი და შენ თუ წვიტავ შეხედეთ რა ხდება სოფლიოში რა ხდება ჩვენთან და რა ხდება დედამიწაზე კარგით მეგობრებო ახლა არ მინდა ასე თქვა დაგრუზოთ დაგძაბოთ მე ერთი ვიცი რომ უფალი ჩვენთან არის ჩვენ თუ უფალთან ვიქნებით ყველაფერი კარგად იქნება აი დავამთავრებ ამ ჩვენ პოლიტიკურ განხილვას ჩვენებრივად გავაგრძელოთ და მერტი იყო ჩვენი ფარველი ყველაფერი კარგად იქნება იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში ყველას გისურვებთ წარმატებას ბედნიერებას და ღმერთთან ყოფნას